პროფესია გადაწყვეტა მანდ. ჩვენ გადავწყვეტეთ ეს გადაცემა ხელოვნებასა და მასზე შეყარებულ ხარჯებებს დაევა. ხატრებისა და პოეზიისადმი სიყვარული ოდითგანი აფასიანებდა ქართველი კაცებთან. ამას მოწმობს ესამისამე მხატვრული ტილოები ფიროსმანის, თოიძის, ნიკოლაძის და ელენე ახალგაზრდის. ასევე მრავალი ლექსი, მოთხრობა, რომანსი, ჩანახატი, დიდად აზრ მდიდარია ქართული ხალხური პოეზია და კლასიკური მწერლობა. და რაოდენს ასიამოვნო, როდესაც ჩვენ ვხვდებით აღმოჩენილ ხოლმე ხელოვნებასთან წინააღმდეგ განმარტებას. ჩვენი პირველი სიუჟეტი გვინდა ქალბატონ მაია კოპაძის პიროვნებისა და მისი შემოქმედების გაცნობით. მაია ჰარარის მესამე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ წითელ დიპლომებზე დაამთავრა ჯერჯერობით სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, ხოლო შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური სახელმწიფო ინსტიტუტის ფერწერა პედაგოგიკის სპეციალობა. მან თავისი განცდები, სულიერი განწყობა, ემოციები, საკუთარი თვალის დამახული სამყარო ტილოზე გადაიტანა. სული შთაბევა ფერთა გამოსი ხუთქველა მრავლისმიერ წელის სახით. ბავშვობიდანვე ვხატავდი. ხატვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ძირითადად როდესაც უკვე სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე, ძირითადად მაშინ ვხატავდი. მე რა თქმა უნდა, როდესაც უკვე ინსტიტუტში ჩავაბარე, იქ უკვე სერიოზული შემოქმედებითაც მუშაობდი და სერიოზული ნამუშევრებიც მქონდა. თქვენი ნამუშევრები გამოფენებზე იღებენ თუ არა მონაწილე? კი, რა თქმა უნდა, ჩემი ნამუშევრები თბილისში, ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, ლენინგრადში ყველგან მქონდა ნამუშევრები. ზოგან პერსონალური გამოფენა და ზოგან თითოეული ნამუშევრები მქონდა გასამდელი. რა მეთოდით მუშაობთ? მეთოდით დანით, ხელით, თითით, ფეხით, მაზოკებით, რა ვიცი, თითქმის ყველანაირი ტექნიკით. ძირითადად ზეთის. კი, ზეთი და ტემპერით, მაგრამ ძირითადად მაინც ზეთით მუშაობდი. ალბათ თქვენ ხატავთ პეიზაჟებს, ნატურმორტებს, მაინც რომელი მხარე უფრო გიყვართ ხატვრის? პერიოდულად ზოგჯერ პორტრეტი მიტაცებდა, პერიოდულად ნატურმორტი, პერიოდულად პეიზაჟი, იმიტომ რომ კომპოზიციას ვერ შექმნით, თუ ყველა არ გააკეთე პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის და ასე შემდეგ. მაია, ყოველთვის შეგიძლიათ დახატოთ თუ განსაკუთრებით განწყობა უნდა გქონდეთ? რა თქმა უნდა, განწყობა. კი, დავხატავ, მაგრამ აი, როდესაც განწყობით დახატავ, ის სხვა შემოქმედებითია. ნამდვილად რომ მოეწონოს ადამიანს, ეს განწყობით ნამუშევარი უნდა იყოს. ეხლაც ხატავთ? კი, რა თქმა უნდა. ეს მოღვაწეობით ეხლა თქვენ ხატვა-ხაზვის მასწავლებელი ბრძანდებით, ალბათ ყავთ მოსწავლეები. კი, მე არ შემიძლია. ხატვა-ხაზვის მასწავლებელი ვარ, მაგრამ აი ახლა არ დადაგები გვაქვს. ეხლა ბავშვები რო არ ვამეცადინო, ეხლაც ხატვაზე რო არ ვილაპარაკო, მარტო ჩემი შემოქმედების გარდა ბავშვებთან რო არ ვილაპარაკო, ესეც არ შემიძლია. ბავშვები სხვადასხვა პერიოდის ამყავს, პატარა ასაკის ბავშვებიც ამყავს და აგერ აბიტურიენტებიც ამყავს და აბიტურიენტებსაც ვამეცადინებ. ესე იგი თქვენი ძირითადი პროფესია და გადაცემა არის ხატვა, თუ ხატვის გარდა გაქვთ კიდევ სხვა? ხატვის გარდა, ხაზვაც მიყვარს, შრომაც მიყვარს, სადურგლო სამუშაოები, მაგრამ ძირითადად მაინც ხატვა სხვა. ყავთ თქვენ მეუღლე, შვილები? შვილები თუ არიან ხატვის ნიჭით დაჯილდოებული? კი. ჩემი მეუღლე არ ხატავს, ჩემი შვილები ორი ბავშვი მყავს, ერთი მე-4 კლასშია, ერთი 4 წლისა. ჩემი მე-4 კლასელი ბავშვი მარცხენა ხელით წერს. რა თქმა უნდა, ხატვითაც მარცხენა ხელით ხატავს. როგორც შეუძლია, მე ძალას არ ვატან, იმიტომ რომ ეს ისეთი სპეციალობაა, ეს ისეთი ნიჭია, რომ შეიძლება ეხლა ბევრი ხატოს, მერე სულ არ დახატოს, შეიძლება მერე დახატოს, ეხლა ნამუშევარი არაფერი იყოს, ამიტომ ასია თუ ისე ნიჭი აქვს. მაგრამ შეგიძლიათ რომელიმე სრათ გამორჩევით გამოხოთ, რომ ეს დავშვით მიყვარს, ამ ეს ძირფასია ჩემთვის? ყველაზე ძალიან მთელი წელი, მთელი ჩემი შემოქმედება, რასაც მოვადომე, ეს იყო ჩემი დიპლომი. ყველაზე ძალიან ჩემი დიპლომი მიყვარს. და ისიც თანაც არ გამომატანეს, შეხვარ თუ არა, პირდაპირ ჩვენი ინსტიტუტის შესასვლელში კიდია, ძალიან მიყვარს. ძალიან რა ვიცი, მე რომ მიყვარს ლამაზიც ამგონია და რამდენად ლამაზი არ ვიცი. საყვარელი მხატვარი ხომ არ ხართ? კი, ჩემი საყვარელი მხატვარია ნათელა იანქოშვილი. ელენე ახვლედიანს, რომელმაც თავისი სიცოცხლე მხატვრობაში ესწირა და
ეს იყო თავისი ყველაფერი მხატვრობა. ქმარი, შვილიშვილიც და ყველაფერი, რა ვიცი. ჩვეულებრივ რომელიმე კი, ფენაზე. კი. საერთოდ გამოფენები ეწყობა პერიოდების მიხედვით, როგორც არის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ან დაუშვათ რაღაცა პერიოდი, ეს ომი, მშვიდობა თუ რაც არის, ამ პერიოდებისთვის ყოველთვის მხატვრები ითვალისწინებენ და აწყობენ გამოფენებს. ყველა ამ პერიოდისთვის მე ვარ მხატვართა კავშირის წევრი, ხელოვნების მუშაკთა კავშირის წევრი, სხვადასხვა კავშირის წევრები კიდე არ მინდა ჭურჭელი კლუბები ჩამოვთვალო და ამათ კლუბების წევრები ვარ ყველასი და როდესაც გამოფენები ეწყობა, ყოველთვის მე მომდის წერილი, დეპეშა, რომ აქ არის გამოფენა და თქვენი შემოქმედებითაც რაც გექნებათ გამოგზავნოთ. მე ყოველთვის ვგზავნე. ეხლა სულ ერთი კვირის უკან კიდე მითხრეს, რომ გამოფენა და ნამუშევარი გაგზავნეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ბავშვი მყავდა და ნამუშევარი არ გამიგზავნია, მაგრამ საერთოდ ვგზავნე. საკუთარი პორტრეტი ხომ არ დაგიხატეთ? კი, საკუთარი პორტრეტი მაქვს. შვილები, მეუღლე. შვილები არა, ხათაშორის არ ვარ გავა ბავშვის დახატვა და იმიტომ ვიკავებ თავს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მომდომებია ბავშვის დახატვა. რანაირი ხასიათის, უფრო რთული ბუნების ადამიანია. თქვენ ამის შეგრძნება გაქვთ თქვენ კი, საკუთარ კი. ესე იგი, როგორი რთული სიტუაციაც არ უნდა მქონდეს ოჯახში, მე თუ ხატვა მინდა, ვერაფერი დამიდგება წინ. ვერაფერი, ერთადერთი უნდა დავხატო. ალბათ ოჯახის წევრებიც გიწყობენ ხერხს. რომც არ შემიწყო ხელი, მაინც რა ვიცი. რატომ უნდა შემიშალო ხელი? არ გიჭირეთ ოჯახი. ძალიან, არა, გაჭირვები ძალიან მიჭირს, რა თქმა უნდა. ნამდვილ ხელოვანს გაუჭირდება ისეთი ადამიანის გვერდზე, რომელიც არ არის ხელოვანი. თავისთავად გამიჭირდება და თავისთავად მიჭირს, იმიტომ რომ ხელოვანის გვერდით უნდა იყოს და როდესაც ხელოვანის გვერდით არ ხარ გიჭირს, მაგრამ მაინც არა უშავს პლუსი და მინუსი. მაგრამ ჩვენი გადაცემის ტრადიცია უსურვოთ მანდილოსნებს კეთილი სურვილები. თქვენ რას უსურვოთ? ჩემი სურვილია, რა ვიცი, მე ახლა ბავშვს რო ვამზადებ, ეს ბავშვი ზუსტად ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვია და ვგრძნობ, რომ ხელოვანის სული ჩაუნერგეთ ხო ამ ბავშვს და ჩემი სურვილი იქნება საერთოდ ხელოვნებას გაყვნენ, უფრო მეტი სითბო იქნება ახალგაზრდებში, უფრო მეტი სიყვარული იქნება. ჩემი პროფესია და ჩემი პროფესიის მხრივ ვისურვებდი, რომ ბევრი ხელოვანი ყოფილიყო, ბევრი ხელოვანი რო იყოს, ბევრი სითბო და სიყვარული იქნება.
ჩვენი გადაცემის დარჩენილი დროებით გინდა მსმენელს ხარობებს გოგონას ეკალაძეს დაუწყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ფარსის ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად თანამგზავრად პოეზია გაიხადა. მისი შესანიშნავი ლექსები და ჩანახატები ჩაახეთებს მკითხველს. ხანარი თვალით დაამატებს ცხოვრების ორონტია. ამას კი ეკა თავისი ხმა პოეტური ბუნებით და დიდარი სულიერი სამყარო საშუალებით ახერხებს. მას ასე გავიცნოთ ეკალაძე და მისი შემოქმედება. რომ შეგიძლია ლექსების წერა. ზუსტად ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ აი რაღაცა გარკვეული აზრი მიზანი არ მქონია რომ ლექსები მეწერა. აი თავისით მოვიდა ყველაფერი და რასაც ვფიქრობდი ის გადავიტანე და ახლა ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს. ბავშვობაში თუ იყავი მეოცნები და რა განსხვავებას ხედავ დღევანდელ ბავშვებსა და შენ ბავშვობას შორის? ბავშვობაში ყველა მეოცნები და გამონაკლისი არც ვერ ვიყავი. ისე ძალიან არყარებია ოცნება სიმართლე რომ გითხრათ და დღევანდელ ბავშვებასა და ჩემს ბავშვობას შორის განსხვავება ის რომ ჩვენ უფრო ლაღები ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ასე დიდი სხვაობა არ არის აი ჩემ ბავშვობასა და წლოვანებით ჩემ ბავშვობასა და აი ახლანდელი ბავშვობას შორის, მაგრამ ჩვენ უფრო ლაღები ვიყავით, იცი და აი ეს პრობლემები, რაც ახლა ამ ბავშვებს აქვს, ჩვენ არ გქონდა. აი ზოგჯერ მომისმენია, თქვა ორი მიდის ჩანდაკიდებული ბავშვი სკოლაში და აი იცი გუშინ ავტომატები ისროლეს და იცი გუშინ ეს მოკლეს და აი ესეთი და ჩვენ ასეთი რაღაცა არ გქონდია. მარტო ვფიქრობთ აი სად გვეთავაშა როგორ და ახლანდელ ბავშვებს დაუკარგეს, ბავშვობა აქვთ დაკარგული. აი ეს განსხვავება მე მგონი. ყოველთვის შეგიძლია ლექსები წერო თუ არის განსაკუთრებული აი შემთხვევები ლექსი დაწერო ან სულიერი მდგომარეობა განსაკუთრებული? არა, მე galaktioni არა ვარ, წუთში 3 ლექსი დავწერო. მაგის პრეტენზია არც მაქვს ღმერთმა დამიფაროს. რაღაცა ჩემთვის რომ მე ლექსი დავწერო, უნდა იყოს რაღაცა განსაკუთრებული გარემო. ხმაურში არ შემიძლია წერა. სიწყნარე უნდა იყოს აუცილებლად და გარშემო არავინ არ უნდა მყავდეს. ჩემ ფიქრებთან უნდა ვიყო მარტო. და იცით როგორ არის ყველა ადამიანში არის ადამიანის სული, მე ასე ვფიქრობ, რომ ორად არის თითქოს გაყოფილი. ასე მეჩვენება, არის რეალური სული და არის რომანტიული სული, ერთი მთლიანი. და როდეს აი ჩემში რეალური უფრო ჯაბნის რომანტიულს და დგება მომენტი, როცა რომანტიული უფრო დომინირებს ვიდრე რეალური და აი ამ დროს შემიძლია ლექსების წერა. შენი საყვარელი ჩემი დაბადება ნიავს უსურვია, ქარბუქს უქცევია ცხადად. გაზაფხულს უნდოდა პატარა დაია, ზამთარს დავდები ვარ ლანდად. ზემელოდებოდა თურმე თიბათვისა, აპრილი მღეროდა ნანას. ენკენისთვის მთვარეს ბადე უქსოვია, აკვნად მიმზადებდა ყანას. ყველა მიყვარდა და ყველას ვალოდინე, არავის დავწყვიტე გული. ყველას ვუალერსე, მაგრამ ბოლოს მაინც იანვარს ვაჩუქე სული. იანვრის ქარბუქში გაზაფხული მედგა, თავზე მოკიაფე ვარდად. თიბათვის მზე მყავდა დედად და მამიკოდ ის მთვარე ბადეს რომ მიქსოვდა აკვნად. საყვარელ დაიკოდ ნიავი გადმექცა, სხვას ვის შევნატრებდი, რომელს ყველა მნატრულობდა იანვრის გარდა და მე კი იანვარში მოვე. ლექსია დამოკიდებული. როგორ რა თქვა ახლა ყველა მიყვარს ახლა მუხრანი მიყვარს, galaktioni რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი ძალიან მიყვარს, მურმალებანიძე მიყვარს, მაგრამ აი ლექსი მიყვარს მე. უფრო ლექსს ხედავ ვიდრე პოეტს. შეიძლება მინუსია, მაგრამ ასეა. მე ვიცი რომ შენ ლექსებს ათარგმნი. რომელი ენიდან თარგმნი? ინგლისური ენიდან მაქვს ნათარგმნი ბაირონი და პერსი ბიში შელი. ბაირონის მწუხრი, Twilight და პერსი ბიში შელის Love's Philosophy
სიყვარულის ფილოსოფია. დაგიტა. როცა ხეების ტოტებიდან ბულბულის გალობის საათია, შეყვარებულიც აღთქმის სიტყვას ტკბილად ჩურჩულებს, მდინარეების დუდუნი და ნაზის იოსქროლვა უტკბეს ჰანგებად ეჩვენებად ქვეყნად მარტოსულებს. როცა ყვავილის ნამთან შეყრა მართლაც ბრწყინვალეა, როს ვარსკვლავები შესცინებენ ცაში ერთმანეთს, როცა ტალღები უფრო ლურჯად შეირწმებიან, შეეპარებათ მწუხრისფერი ფოთლებს, ფერადებს, ჯერაც სინათლეს ჯანღი ბადეთში მოხვევია, მაგრამ უზადო ნაზიღამე მოთქვამს, ვიშვიშებს, რომ დღის სინათლეს თავდაღწეულს უდგება წუთი, როცა დადნება ბინდი მწუხრი თვარის სხივის ქვეშ. ლამიტაცებს საქართველოს ბუნება მიყვარს ძალიან. სხვაგან ასეთ ყოფილი ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ არსად არ არის. აი ამაზე ლამაზი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაზე არ ვიცი. ხო, კიდე წიგნების კითხვა მიყვარს ძალიან. ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი წიგნია. მუსიკა მიყვარს კიდე. ჩემი ცხოვრების კრედო. მოწმედილი ცა ჩემზე მოწ და მორალური კანონი ჩემში. რას უსურვებდი შენთან? ტირიფი ტირის, ცხარეცრემლი აწვიმს ქარაფებს, გული არ აქვს ამკლდეს, თორემ ვერ გაუძლებდა ტირიფის ტირილს. ტირიფი ტირის, მე ვგავარ ტირიფს, ცრემლი უღონო დაკივდა ჩემშიც და ალბათ მალე მე უშენობა ჭკუიდან შემშლის. ტირის ტირიფი და ცრემლები ღვარად მოხეთქავს, ჯერ ღმერთი მაძლებინებს, მაგრამ ვინ იცის, ეს ნაფერები გრძნობა ბოლოს სადა მოხეთქავს. დამზის სხივებად მიმოფანტა უდიდეს გრძნობას, მინდვრის ყვავილებს დავურიგებ ფერადებს, ტირიფის ტირილ შევუერთებ ჩემს გარინდებას და დავეღვრები მეც ქარაფებს ერთ ჩანჩქერაზე. ტირიფი იტირებს, შენ კი ვერსად ვეღარ მიპოვი, რადგან ყველგან ვარ და ამიტომ არსად ვიქნები. ტირიფი ტირის. დროს ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებზე რა გრძნობა გეუბნებ? რომ მე მე-20 საუკუნეში არ ვცხოვრობ. აი სადღაცა ვარ უფრო შორს მე-6-ე, მე-7-ში, მე-12 საუკუნეში. სხვათა შორის ბევრჯერ მინატრია, რომ აი მე-12 საუკუნეში მეცხოვრა. იმიტომ რომ აი საქართველოს ყველაზე ძლიერი საქართველოსთვის მომეკრა თვალი. აი დამენახა ჩემი ტანჯული მიწის ვარსკვლავი როგორ კიაფობდა ამიერკავკასიის სისხლით შეღებილ საზზე. აი ეს მინდოდა დამენახა და იცით რა გნობა მეუფლება, რომ აი ამ მიწაზე ჩვენი წინაპრების ძვლები რო არის, ძვლებით როა ნაშენი ეს მიწა, ჩვენი წინაპრების სული ყივის და გვეძახის, ჩვენში გადმოდის და გვეძახის, ხახო გაუფრთხილდით საქართველოს, მოეფერეთ საქართველოს და აშენეთ საქართველო. რას უსურვებდი შენს თავს და ჩვენს ახალგაზრდას? რას უსურვებ და პირველ რიგში მშვიდობას უსურვებ. როგორც გვეჩვენებოდა ადრე მშვიდობა, ხო აი სადღაც შორს მიკარგული, ისევ ყოფილიყოს და არასოდეს აღარ გვენახოს ომის ის შავი ღრუბელი, რომელმაც ჩვენს წინაპრებსაც და ჩვენც არ დაგვაკლო ისე სიმართლე რო ვთქვათ, ასეთი დიდი დაღი დაასვა. რა ვიცი კიდე რას ვისურვებ, ვიცით, რომ აი ქუჩაში არასოდეს დამენახოს ძაძებში ჩაცმული ქალი
მკერდი რო ეხრუკება შვილის სიკვდილზე და მამები არ მარხავდნენ შვილებს. აი ესეთი დრო არ აქონოდეს. ჩვენი ახალგაზრდობა რო გვეგრძნოს და აი მართლა გვეთქვას რომ ახალგაზრდობა დაუნდობელი სურვილია ლომისო და კიდე რა ვიცი. ჩვენი თავისთვის რომ ჩვენ თვითონ შეგვენატროს. დაბადების დღე რო არც ჩვენ დაგვეწყევლოს და არც სხვას დაეწყევლოს ჩვენთვის. ამბობენ, ყველაფერი წარმავალიაო ქვეყნად. სანთელი ქრებაო, ყვავილებიც მალე ჭკნება. ცა იღრუბლებაო, ზღვაც ხედაო, ძალზე დღელავს. ბობოქრობს მიწა და ქარიც, შემოდგომის წითელ-ყვითელ ფოთლებს უდარდლად წიწავს. ზეცას რა შევთხოვოთ? ზეცა კუშტად წარბებს გვიკრავს. მიწას ემთხვიეთო, საით სისხლიან მიწას. წვიმას შეევედრეთო, რომეც სრემლებად დაღვრილს ზეციდან სიმწრით. შვენიერი დარი ჩვენში თურმე უკვე ნაკლებად თუ იცის. დედის ღიმილი გვიხსნის, ჯოკონდას ღიმილს გავსო მითხრეს. მე გთხოვთ, დამანახეთ დედა, იცინოდეს რომ დღეს. ზვიად მთებს კითხეთო, რომეთ სვანეთისას. ვახმე, როგორ გაგვამხნევონ თოთო ბავშთა, უმანკოთა ტანჯვის ვნახოთ. დედის ცრემლებზე ია ამოდისო, ამბობენ. ქართველთა სისხლზე აყაჩოები ყვავიანო, ყველგან. აუ, რამდენი ყვავილი ამოვა ჩვენში, აროდეს, რომ არ უნახავთ საქართველოს მთაველებს ერთად. ამბობენ, ყველაფერი წარმავალიაო. მე არ ამჯერა, ნურს თქვენ დაუჯერებთ ამ თქმას. ფოიერვერკად სიყვარული ავუნთოთ ერთმანეთს და ყველაფრის სიკვდილს დავიჯერებ, ყველაფრის თანთქმას. სიყვარულისას კი არასოდეს, სიყვარულისას არასოდეს. ეკალატის შემოქმედების ამოწურვა ერთ გადაცემაში შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვეცდებით პერიოდულად კვლავ გავაცნოთ მისი ლექსები და ჩანახატები. ახლა კი ჩვენი გადაცემის დრო დასასრულს მოვახლავდა ძვირფასო ქალები. კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.